Amin, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა გაგაძლიერო და სიკეთესი ხავ და წყალობა არ მოგაკლოთ. მცირედი მოძღვრება მინდა წაგიკითხოთ დათმენის შესახებ. რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოთმენას ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში. არ არსებობს ალბათ ადამიანი, ვის გარშემოც რაიმე განსაცდელი არ ტრიალებდეს, არ იყოს რაიმე უბედურება, რაიმე პრობლემა. Ანუ აი ამ ქვეყნიური ცხოვრება სავსე არის არამდგრადობით და შესაბამისად აი ესეთი ბევრი გამოვლინება არის ჩვენ ცხოვრებაში, რაც მოიცავს ერთი სიტყვით რო თქვა განსაცდელები და ამ დროს ადამიანებმა უნდა ესე რომ ვთქვათ აღვიჭუროთ მოთმინების სულგძელების სათნოებით, რომელიც გადამრჩენელი და მაცხოვნებელი იქნება. Რომ მიუხედავად ჭირის სამწუხარებისა დავითმენთ, ვმადლობთ უფალს და აი ამის შესახებ მცირედით ამოვიკითხოთ სწავლება და ორიოდე გადახვევაც გავაკეთოთ. უფალი ამბობს, მოთმინებითა თქვენითა მოიპოვენით სულნი თქვენი. სხვაგან კი ბრძანებს, რომელმან დაითმინოს სრულიად იგი ცხონდეს და არ ამბობს, რომ რაღაც ჟამერთ დაითმინოს, იყოს მოღვაწე და მერე შეეშვას მოთმინებას და ისევ ან ცოდვისკენ მიტრიალდეს, ან უიმედობისკენ და სასწორკვეთილებისაკენ და ასე შემდეგ. ანუ გმართებს სანამ ცოცხლობთ ხორცით და სულით, მანამდე გმართებს მოთმინება ღვაწლში. ჩვენი მხსნელი სიტყვები და ნათელია, რომ ზეცისკენ მიმავალი გზა განსაცდელებით არის ახსავსე და ამ გზაზე მოთმინებით სიარულია საჭირო. ანუ კიდევ სახარებას რო დავესესხოთ, ხო, ორი გზა არისო, ფართო გზა, რომელიც შვება განცხრომით მიდის და ამ გზის ბოლოს ტანჯვაწამების ადგილია, ანუ ღმერთთან განშორების ადგილია ამ ფართი გზით და განცხრომით ცხოვრება და ვიწრო გზა, რომელსაც აუცილებლად სასუფევლამდე მიყვას. ანუ განსაცდელიანი გზა, ეკლიანი გზა, რომელიც დროსაც მოთმინება გმართებს და ამ გზაზე გაჩერება არ ღირს. უნდა გავყვეთ, რომ ბოლომდე გავიდეთ. იბადება კითხვა, გველოდება ჯილდო ამ დათმენისათვის? აქვს კი აზრი მოთმინებას? რა არის მიზანი ბოლომდე დათმენის? შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ რა აზრი აქვს ამ მოთმენას? რამის მივიღებ, მიმეგება, ან არსებობს თუ არა რაიმე სიკეთე, რაც უნდა მივიღო მაგალითად მოთმინების წილ. ხშირად ისმის ადამიანური კითხვები, ყველა შეიძლება დაგვებადოს ეს კითხვები, ჩვეულებრივ ხორცში მყოფი ადამიანის ფიქრები არის. რატო ვითმი, რა ხდება, ხშირად უსვამთ ხოლმე ღმერთს კითხვას, რატო, ხშირი ეს შემთხვევები. ერთ-ერთი ღირსი მამა პალადი მასთან შეკრებილ ძმებს ასწავლიდა. ვიღვაწოთ, რათა უდიდესი სიკეთით საუკუნო დაუტყბეთ. შეხედეთ წამებულებს, შეხედეთ მარხველებს, რა მამაცურად იღვწოდნენ და როგორ შეიმოსნენ ისინი გვირგვინით უფლის მიერ. როგორ ფიქრობთ, მათი ძალა ადამიანურ ძალას აღემატებოდა? ხშირად ხო კითხულობთ ყვები წმინდანების შესახებ ხოლმე. ჩვენ ხო არ გგონია, რომ რაიმე ადამიანურ ბუნებაზე აღმატებულები იყვნენ. ჩვენზე რაიმე აღმატებულობა ქონდათ? არა, ჩვენაირი დაცემული ხორცით იყვნენ. ჩვენაირი დაცემული მისწრაფებებით. ანუ ჩვენ როგორც ცოდვა გიყვართ, ისე შეიძლება ყვარებოდათ ცოდვა. მაგრამ რატომ აჯობეს ამ ყველაფერს? აჯობეს, რომ უარი თქვეს ცოდვაზე, აიღეს მოღვაწეობის გვირგვინი, ანუ ეკლიანი გზით იარეს, დაითმინეს ბოლომდე და უფლამდე მივიდნენ. ანუ და კიდევ აქ მოხმობილია, აი წამე რო გადაუხიოთ, მოწამესა და იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც მთელი ცხოვრება იღწვის. აი გრიგოლ ხანძელის ცხოვრებაში აღწერილი, რომ არა ნაკლები ღვაწლი აქვს ღირს მამას, მაგალითად, რომელიც მთელი ცხოვრება ეწამება და ჯვარს აცმევს თავის ვნებებს, ბრძოლობს ცოდებთან. მოწამეო ჟამერცო ეწამებაო და ზეცაში გარდაინაცვლებს. ანუ რამდენიმე სიტყვაზე დღიანი ან ერთდღიანი რაღაც წამება და ზეცას გარდავა. და მოღვაწე ადამიანი, რომელიც ნებისმიერი უართ მოწოდებული ამ მოღვაწეობისთვის, მოღვაწე ადამიანი ერთხელ კი არ ეწამება, მთელი ცხოვრება გადის წამებას და წარმოიდგინე რამხელა ჯილდოს მიიღებს უფლისაგან. მათ თვალებს თხრიდნენ, ხელფეხებს კვეთდნენ, სხვებს ხეცილზე წვავდნენ, ზღვაში აგდებდნენ. ზოგიერთი მდინარეში შეეგება სიკვდილს, ზოგ სიცოცხლე ისე წაართვეს, როგორც ბოროტო მოქმედს. ზოგი მხეცებს დააგლეჯინეს და ყველაფერი ეს მათ
უფლის დიდებით გადაიტანეს და დაითმინეს. რაც უფრო აღიძროდა მათ წინააღმდეგ გეშმაკი, მით უფრო აღიჭურებოდნენ ისინი სიმამაცითა და ბოროტს აწმილებდნენ. ან ჩვენ ცხოვრებაში ესე უნდა იყოს. მოვა განსასწრებელი, ბოროტსა ეგ ეგონება რომ დაგვამარცხა, აქ ეგონება რომ ღმერთზე სულს გავიფიქრებთ, სულს ვიტყვით, ანუ ღმერთს შევებრძოლებით. მაგრამ არა, აი ამ დროს უნდა აღვიჭუროთ ზუსტად კეთილგონიერებით, მადლობა უთხრათ ღმერთს და განვადიდოთ უფალი. იმედი იმისა, რომ უფალი დააჯილდოვებდა და დათმენის გამო ამაო არ აღმოჩნდა. მათი ტანჯვა მაცხოვარმა არ დაივიწყა და ზეცაში ქება, ხოლო სააქაო სახელი და დიდება მოუტანა. უფალმა ამგვარად სასწაულმოქმედების ძალა უბოძა. მათ შეძლებს ბმებისთვის თვალის ახელა, კეთროვანთა განკურნება, ეშმაკის განდევნა. უფალმა განუხნა მათ ზეციური კარიბჭე. მიანიჭა მარადიული სიცოცხლე და შეიყვანა ზეციერ იერუსალიმში, იქ სადაც მარადიული სიხარულია. ანუ მათ ამ მოღვაწე ადამიანებს და საერთოდ ვინც იღწვის, აქ არ უნდა გაიგოთ მარტო ვერ მონაზნობაზე. ჩვენ მრავალი ისტორიული მომენტი მოგვიყვანია, სადაც უბრალოდ რაიმე კონკრეტული შრომელი ადამიანი, თუნდაც მეწაღე იყო, თუ რაიმე სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანები, რომელიც წმინდანები გახდნენ. თუნდაც ნებისმიერი კატეგორიის წმინდანებს შევხვდებით, აი ამ რამდენი წელია წმინდანების ცხოვრებას ყვებით ხოლმე, ხომ და მრავალი წმინდანი ყოფილა, არა მარტო სადმე ხვრელში ეგრეთ წოდებულ ქვაბულებში მოღვაწეები, არამედ საერო ცხოვრებით მოღვაწეები. და მათო ამ ქვეყნიურადაც მისცა ღმერთმა ამ დათმენის წილ ჯილდო სასწაულმოქმედების ნიჭი, ასევე როცა ზეცაში გარდავიდნენ, უფრო დიდი მეუხლი შეიქმნენ და მათ რელიკვიებს, ანუ წმინდა ნაწილებს და თუ სხვადასხვა რამს, აქ უდიდესი ძალა, რაც ამ წმინდანებს გააჩნდათ. როგორც ხედავ, დათმენისათვის არსებობს ჯილდო, უფლის გამო მოთმინებას აქვს აზრი. არსებობს მიზანი, რისთვისაც ბოლომდე უნდა ითმინო. ვინც დაითმეს, ცრემლის ნაცვლად სიხარულს მოიმკის. რა უნდა მოვიმკო და რისთვის? სიკვდილისათვის სამუდამო სიცოცხლეს მოიმკით. მწუხარების სანაცვლოდ დაუსრულებელ სიხარულს. წყდიადის ნაცვლად ნათელსა და დაუღამებელ დღეს. ტანჯვის ნაცვლად დიდების გვირგვინს. ბორკილების ნაცვლად სამუდამოდ თავისუფლებას. ასეთი მოთმინებით აღჭურვილ ადამიანზე იოანე ღვთისმეტყველი იტყვის, ანუ თავის გამოცხადებაში ნახეთ, როგორ გაბრწყინდებიან წმინდანები, ანუ ყველა ადამიანი, ვინც ცხონდება და ვინც ამ ცხოვრებას, ამ ხორციელ ცხოვრებას ღვაწლში გაატარებს. ვიხილე ერი ფრიადი, რომლისა აღრაცხვად ვერ ვინ შემძლებელი იყო, ანუ მრავალი ადამიანი ვიხილეო. უფალმა მოგეხსენებათ იოანე ღვთისმეტყველს ახილვინა ადამიანთა ხვიდან, ანუ მეორე მოსულ ჟამს როგორ და რანაირად წარემართებოდა ყოველივე. ყოველთაგან წარმართა და ტომთა და ერთა ენათა მდგომარეთა, წინაშე საყდრისა და წინაშე კარვისა, ანუ ყველა ტომიდან ადამიანი, მრავალი ადამიანი, ურის ცხონებულებზე ნათქვამია, ვინც იღვაწა და გადარჩა. შემოსილი ნათელ მოსილითა სპეტაკებითა და ხელთა მათ აქვთ ფინიკები. და ვარქუ მას უფალო ჩემო, ვინ არიან? დამქვამე, ესენი არიან, რომელი მოსწრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა და განსხრეთ მათ სამოსელი მათი და განსპეტაკნეს სისხლით ამით კრავისათა. ანუ მრავალ ღვაწლ დათმენილი ადამიანები არიან. ანუ გაუძლეს განსასწელებს, დაითმინეს დევნა, დაითმინეს შეურაცხყოფა, დაითმინეს ყოველივე, იღვაწეს ოფლის ღვრამდე, სისხლის ღვრამდე და ეს ადამიანები არიან ჩემ წინ, რომელიც ეხლა ბრწყინავენ. ამისთვის არიან წინაშე საყდარსა, ღმრთისასა და მსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინამისა. და მჯდომარემან მას საყდარსაზე და დაიმკვიროს მათ შორის და ახოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თვალთაგან მისთა. ანუ ღვაწლის წილი ცრემლი იქნება, თუ ღვაწლი იქნება, თუ სისხლი იქნება, თუ ოფლი იქნება, რომელსაც დაღურის ადამიანის სულის ხონებისათვის, აი ღმერთი ესე ვთქვათ, შეუმჩარალებს ცრემლს და მისცემს უდიდეს დიდებაში ამყოფეს ესეთ ადამიანს. აი ეს არია გამოცხადების მე-7 თავის 9-17 მუხლებში. აი ასეთია ჯილდო დათმენისათვის. გავითვალისწინოთ ეს და ბოლომდე დავითმინოთ ზმანო და დანო, რადგან ნათქვამია, გადარჩება არა მცირედის დამთმენი, არამედ ბოლომდე მოთმინებით აღჭურვილი. ამინ. ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხო და მოგმადოთ მოთმენება და მოგმადლოს
8 წლი სულიერი და ამქვეყნიური ცხოვრებისათვის, როგორც სულიერი შრომისა, ისევე ამქვეყნიური შრომისა. მერთმა დაგლოცო და გაგახარდო.